გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მეორე დავით კალანდია. მეგობრებო, გამოგიტყდებით ოპოზიციურ არხებს მე არ ვუყურებ ინფორმაციას, რაც მე თქვენთან საურთიერთოდ მომჭირდება ხოლმე ქსელური მედიიდან ვიღებ და სრულიად ყოფნის საიმისოდ რომ სალაპარაკო თემა მოვნახო. ამასენად ერთ ახლობელთან მომიწია მისვლა ჩვენი ქვეყნის მომავალზე სალაპარაკოთ. ახლობელს ბებია ყავს, მგონი ყველაზე მხცოვანი მიშისტია საქართველოში. ის ბებია მთელი დღეები ტელევიზორის წინ ზის და ტევ პირველი ბოლო ხმაზე აქვს აწეული. ბოლო ხმაზე იმიტომ რომ ასაკის გამო ყურს აკლია. ამიტომაც მე დროის რაღაც მონაკვეთი მომიწია ტევ პირველის შორიდან მოსმენა და დავით რგუნე. ახლა შინაარზე არ ვილაპარაკებ. საერთო ჟღერადობამ დამდრგუნა. ერთ საათზე მეტი მომიწია იქ ყოფნა და მთელი ეს დრო ისეთი ნევროტული ხმები ისმოდა ტელევიზორიდან, გეგონებოდა რომ ქვეყანა წუთზე ჩელიაბინსკში გაიღვიძებს და ყველას ძალადობრივად სლავებად გადაგვაქცევენ. ახლობელი ვერაფერს უხერხებს ბებიას. რამდენჯერაც ვცადე ტელევიზორის გათიშვა, იმდენჯერ გრიგოლიაზე უფრო ხმამაღალი ყვირილი დაიწყო და ისევ გრიგოლიას ხმა მირჩევნია იყოს ვიდრე ბებიაჩემის კივილიო და იმის გამო რომ ბებიამ ის ანდერძი ჯერ არ დაუწერია, ის ჩემი ახლობელი მის წინაშე ფეხის წვერებზე დადის და ყველა სურვილს შეძლების დაგვარად უსრულებს. მეგობრებო, როდესაც მხარს უჭერ სიშლეგესა და სიგიჟეს, გასაგებია 24 საათი რომ უსმენ იმ არხების გადაცემებს, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც სულ საპირისპიროდ ფიქრობენ და სამსახურეობრივი მოვალეობის გამო კი უხდებათ ამ ტელეარხების non-stop რეჟიმში ყურება მოსმენ და აი მათ რა ნერვები და რა გამძლეობა აქვთ, არ ვიცი. 2 თუ 3 დღის წინ ქსელში სრულიად შემთხვევით გადავაწყდი დიდ პატარა სანიკიზის ინტერვიუს ვინმე ბუკიასთან და 5 წუთის მეტი ვერ გაუძელე. მე გამოვხდე და გავედი გარეთ სასეირნოდ, რათა გამექარწყლებინა მიღებული ნეგატიური განცდა. მაგრამ რის ნახვაც მოასწარი ალბათ დიდხანს გამყვება და მადას გამიფუჭებს. მაგალითისთვის შემზარა გუბაზისა და მისი ნაშიერის მონაყოლმა საკვების თემაზე. მათ ადგილზე ამ სათუთ თემას საერთოდ მოვერიდებოდი, მაგრამ ეტყობა იფიქრეს, რომ ხალხს მათი უშუალობა მოეწონებოდა. გუბაზმა საყვარლად აღნიშნა, რომ მაცივართან მას სულ პარტიზანული ომი ჰქონია და ხატონად მოყვა თუ სულ როგორ ეპარება მაცივარს ფეხის წვერებზე და ასე შემდეგ. ამის მერე მე საკმაოდ მდიდარი ფანტაზიის პატრონს, ჩემს საკუთარ მაცივარს რომ უყურებ, გუბაზი მახსენდება და იდიოსინკრეზიული ეფექტი მემართება. რანაც იმის განცდა მექნება მაცივრის კარს თუ გამოვაღებ, იქ გაღიმებული გუბაზი დამხდება ერთხელში ინდაურის ბარკლით და მეორეში კი თახთახა ლაბათი. ამიტომაც დროებით პროდუქტები აივანზე გავიტანე, დაველოდები სანამ ეს უსიამოვნო შეგრძნება გადამივლის. და კიდე სანიკიძეების იმ უკბილო ხუმრობებს წამყვანი ბუკიას ისეთი კისკისი ახლდა, რომ ჯერ ვიფიქრე მექანიკური სიცილი ხომ არაა მეთქი დადებული, რადგან მონათხრობი იუმორთან გახახუნებულიც კი არ იყო, მაგრამ მე გამახსენდა, რომ იუმორი ყველაზე დემოკრატიული ჟანრია და ის რაზეც ჩვენ გვეცინება ბუკიებს ეტირებათ და პირიქით. სანიკიძეებისადმი, განსაკუთრებით უფროსისადმი ძალიან სპეციფიკური დამოკიდებულება მაქვს. საერთოდ პოლიტიკოსის ცხოვრება ჩემთვის შეუცნობადი რამაა. მაქს ეჭვი ვიფიქრო, რომ გუბა სანიკიძისნაირი პოლიტიკოსი არ უნდა იყოს ჭეშმარიტი პოლიტიკოსი. და თუ ვთქვათ, გუბაზია პოლიტიკოსის ნამდვილი სახე, მაშინ მართალი იყო მაქსიმილიან ვოლოშინი, რუსი პოეტი, ვინც ბრძანა, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა. მას სჭირდება პრაქტიკული ადამიანები, ვინც არ ერიდებიან სისხლს და გვამებით ვაჭრობენ. ახსოვს, რომელიღაც ინტერვიუში გუბას კითხეს, აი გუშინ ერთს ამბობდით, დღეს მეორეს და ხოლმე მესამე სიტყვით და ეს როგორ?
და მან თვალის დაუხამხამებლად უპასუხო, რომ ბიძიკოებო, ესაა პოლიტიკაო. და თუ ესაა პოლიტიკა, მაშინ მე ბიძიკოებო და დეიდეკოებო არ მინდა პოლიტიკოსობა. არც არავინ მეხვეწება გახდი პოლიტიკოსი, მაგრამ რომ შემეხვეწონ და მილიონი შემომთავაზონ, უარს ვიტყვი. აი მილიარდზე კი უკვე დავფიქრდებოდი, რადგან მილიარდი ეს უკვე სერიოზული შეთავაზებაა. ხუმრობ. უბრუნდები სანიკიძეების ერთობლივ ინტერვიუს. პატარა სანიკიძე ისიც თქვა, რომ ის ნაციონალურ მოძრაობაში შევიდა მაშინ, როდესაც ნაციონალურ მოძრაობას ძალიან უჭირდაო. ანუ გამოდის იგულისხმა, რომ როგორც კი ის შევიდა ნაციონალურ მოძრაობაში, იქ რენესანსი დაიწყო. რამე ეტყობა ნაციონალურ მოძრაობას რენესანსულისა? არ ვიცი, მე ვერ ვამჩნევ. და კორესპონდენტის საკონტროლო კითხვა იყო, ვინ უფრო მეტად უყვარს ხალხსო და თავდაბალმა ლევანჩომ დიდი ფიქრის მერე უპასუხო, რომ მგონი მამა ჩემიო. აი აქ კი შეუსწორებდი ლევანჩოს. ვეტყოდი, რომ ცდები პატარაო. შენ და მით უმეტეს მამაშენი არავის უყვარ ხართ, რადგან თქვენ და მის სიყვარული ეს საკუთარი თავის უპატივცემულობაა. თავიჯერო საბრალო მიშისტებს ესენი ესიმპათიურებად უყურებენ ამ მამაშვილს და თქვენი გამზრდელის ჭირიმეს ამბობენ. მაგრამ მიშისტი იმდენად შეზღუდულია არჩევანში, რომ ოღონდ მათ სასარგებლოდ ვინმე რამე თქვას და კარგის მთქმელი თუნდაც ლუციფერი იყოს, იმასაც შეიყვარებენ. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.